მიკროფონები გავთიშეთ რა, გავთიშე და პავლიკას მივუტრიალდი და ბიჭო რა მაგარია მეთქი. თამაში მიმყავს მე და პავლიკას მიყავდა და ერთ-ერთ მომენტში, ერთ-ერთ თამაში, არ მახსოვს რომელი თამაში იყო, მაგრამ ძალიან მარტივად დაისერჩება და მოიძებნება იქ თამაში და გეტყვი რატო. ძალიან მაგრად თამაშობს, დაბრუნებული ახალი ტრამვიდან და აი თამაშის პროცესში მიკროფონები გავთიშეთ რა, გავთიშე და პავლიკას მივუტრიალდი და ბიჭო რა მაგარია მეთქი. ტიპის სწორ გადაწყვეტილებას იღებს 10-დან 10 შემთხვევაში, არასწორს არაფერს არ აკეთებს რა. და თამაშის ყურება ხო ერთი სიამოვნებაა ეს გძელი ნაბიჯობით რომ მოაქოლმე ბურთი, მაგრამ რასაც აკეთებს, აი ტვინი რო ეტყობა, ტიპს ინტელექტი რო ეტყობა საფეხბურთო და თამაში რო იცის, ფეხბურთი რო იცის, აი ადამიანმა თავიდან ბოლომდე, დღემდან ტერფამდე რო იცის ტიპმა რა. და აი ამას რო უყურებდი და ახტოვანებული რო ხარ, რომ რა მაგარია ეს ტიპიტო, რა მაგარ ფეხბურთს თამაშობს, რა მაგარი ფეხბურთელი. 27 წუთამდე გაგრძელდა, ეგ მდო წითელი ვარათი მიიღო. აუ გონი ეხა მივხვდი უკნენა დააბიჯო ფეხი ვიღაცას. ანუ და იმას კი არ გულისხმობ რომ ჩაკვეს ტალანტი შევაფასე. არა, ჩაკვე უკვე ტალანტია კაცო ამ დროს. როცა ეს რეპორტაჟი გვაქვს, უბრალოდ კიდევ ერთხელ ახთოვანდით რამდენად მაგარი იყო და ის თვისებები რომელიც მეერე გამოვავლინა ვოთფორდში თუ საქართველოს ნაკრებში, აი ამ თამაში ჩანდა. მანამდე ისე აქტიურად და მანამდე სხვა ჩაკვეტაძე ვიცოდით რა და აი ამ თამაში კონკრეტულად მიხვდით რომ მარცხა ფლანგის თამაშობდა. მან გამოჩნდა ჰაილაითებიდან მახსოვს თქო რაღაც სიგრმეში შემოდიოდა ნახევარგულში იღებდა პლეიმეიკერი რაღაცები გამოჩნდა. მან ერთი მაგარი პოტენციურად საგოლი გადაცემას გაკეთდა და მგონი ვერ გაიტანეს. შეიძლება მომენტები აღარ მახსოვს, მაგრამ აი ახთოვანების მომენტი მახსოვს.